ვისაც გინდათ აი ესეთი უგემრიელესი ხალხო 1 გრამი შაქარი არა აქვს მხოლოდ ნატურალური შაქრის შემცველი აი ესეთი ორცხობილები გამოაცხოთ ჯანსაღი ვისაც აი ტკბილის გარეშე ჩემსავით არ შეგიძლიათ ხალხო ისეთი ტკბილია და ისეთი ნაზია აი გაგიჟდებით ეხლა აი აუცილებლად ბოლომდე უყურეთ ვიდეოს არის ნატურალურ კარაქზე მომზადებული არა აქვს არც 1 გრამი აიმიტომ არის აი ესეთი ფხვიერი არა აქვს არც 1 გრამი ფქვილი და არა მხოლოდ შაქრის შემცველით არის მომზადებული და არის უტკბილესი უგემრიელესი ქიშმიში ნიგოზი აი რა არ გაუკეთე გოგრის გული აი ნახეთ როგორია აი სასწაულია სეზამის მარცვლები აი დამლოცავთ მოამზადეთ აუცილებლად ეს რეცეპტი შეინახეთ სასწაულია დიაბეტიკები გემრიელად მიირთმევთ და დიეტაზე ვინც ხართ ყველა ის ადამიანი მოგესალმებით ჩემოსაყვარელო გამომწერებო ეხლა უნდა მოგიმზადოთ ორცხობილა რომელსაც მიირთმევთ დიეტის დროსაც შაქრიანი დიაბეტიკებიც მიირთმევთ არის ძალიან ჯანსაღი სასარგებლო მე ადამიანი ვარ რომელსაც არ შემიძლია ტკბილის გარეშე ცხოვრება ამიტომ რო ვატყობ მე რო არ ვისუსნაო ამიტომ უნდა გამოვაცხო ასეთი ორცხობილები რომელიც მართლა სასარგებლო ამისთვის დამჭირდება 1 კვერცხი აუცილებლად დამჭირდება მწიკვი მარილი ეს არის შაქრის შემცვლელი აი ნახეთ შაქრის შემცვლელი საუკეთესო შაქარი მარგი სასარგებლო იაპონელების გამოშვებული არის დამზადებული ბუნებრივი სიმინდზე არის ნატურალურ სიმინდზე არის დამზადებული ამიტომ წარმოიდგინეთ 1 ჭიქის მაგივრად შემიძლია გაუკეთო 2 კოზიც ეყოფა მაგრამ მესამს გაუკეთებ იმიტომ რომ ტკბილის მოყვარული ვარ როგორც აღნიშნე ასევე გაუკეთებ თეოს სუნელების წონის ვანილს ახლა მოვხდი თავს რომელსაც აი ესე წკიპს გაუკეთებთ და ესე 5 ლარის რო იყიდოთ თეოს სუნელებში გეყოფათ რა ვიცი ძალიან დიდხანს და რამდენ თანხებს ხარჯავდი ვანილში ვერ წარმოიდგენთ თეოს სუნელები არის ნავთლუხის ბაზარში ვინც ისპოინტის მხარეს ცხოვრობთ მე ველე 3 ნომერში ვინც გლდანით ემქა საბურთალო ვაკე ცხოვრობ და დადიხართ ვაგზალზე დეზერტირების ბაზარში ზუსტად დეზერტირების ბაზრის მოპირდაპირე მხარეს შლაგბაუმი რო არის შეხვალთ ეს არის ყოფილი ციგნების ბაზრობა წინა მძღვრიშვილის 194-ში და იქ დაგხვდება თეო აი ეს არის 5 ლარის და ვერ დახარჯავთ წარმოიდგინეთ და თან არის უგემრიელესი ვანილი აი ესე უბრალოდ არც მიქსერი და ამას არაფერი არის და აი ესე გამოვთქვებ ეს არის 1 პორცია თქვენ თუ გინდათ 2 პორცია მოამზადეთ ეხლა მე აქ გავუკეთებ 100 გრამს ნატურალურ ნაღების კარაქს მოკლედ აქ არის სასარგებლო ცხიმები შაქრის შემცველი საფუარი არ არის ფქვილი არ არის ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო ეხლა გავუკეთებ აი ესე სავსე კოვს გამაფხვიერებელს ვისაც გამაფხვიერებელი არ გაქვთ შეგიძლიათ გაუკეთოთ სოდა ძმრით გავუკეთებ ჩემს მომზადებულ ნახეთ როგორია ზეითუნის ზეთზე მომზადებული რამდენი ხანია მაცივარში მიდევს სომეულში ვიყენებ ხოლმე არც ფუჭდება ხალხო აი ნახეთ რა ფერია 1 2 აი ეს ცომი რო გააკეთილშობილოს მაიონეზია სახში მომზადებული ჩემი მომზადებული და რამდენი ხანია მიდევს მაცივარში არაფერი არ მოსდის აი ესე კიდე ამოურევ მორჩა ამას მეტი არაფერი არ უნდა ხალხო ეხა ნახეთ ასევე ჩემს ბლენდერში ნახეთ მაგ გერკული წამში დავაფქვევინე გერკულესის 200 მილიგრამი ფქვილი მორჩ ეხა ამას კარგად მოვზელ მინდა დაუმატო ეხა მე ჩანართი გავაკეთე ჩემებური სელი აქ არის სელი აქ არის სეზამი აქ არის ნიგოზი აქ არის ქიშმიში ცოტა რა თქმა უნდა და გოგრის გული რა თქმა უნდა როგორც გითხარით აქ არის ყველაფერი ნატურალური აი ხა ესე ამოურევ კარგად
ამას ახლა ეს აღარ უნდა ამოვიღებ, რა თქმა უნდა და მოვზელ გაჩვენებ როგორი ცომი გამოვა. ერთი წუთი დამელოდეთ. ნახეთ მასა როგორ შეიკრა. ნახეთ ამას ახლა ზეითუნიანი ხელით დავაბურთავებ, მაგრამ თუ გინდათ რომ ორცხობილა გამოვიდეს ძალიან გემრიელი და ძალიან კარგი, აი ამ ყველაფერს 9 საათი მაცივარს გამოვატარებ და მერე უკვე გახურე. ნახეთ უკვე როგორია მასა გახურებული მაქვს. ნუ რა არ არის შიგნით, გოგრის გული, სეზამი, ნიგოზი, თხილი, აი რატო არ უნდა იყოს ახლა ეს გემრიელი ხო და ტკბილსაც შემიცვლის. აი ნახეთ როგორია, აი წებოვანია და ეხლა ამას გამოვატარებ ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო მაცივარს და გაჩვენებთ როგორი ორცხობილები გამოვა სასარგებლო და ხვალე ყავაზეც მივირთმევ და არ მექნება ის შიმშილი ტკბილის მიმართ რა და არ დავარღო რა თქმა უნდა ამ სწორ კვებას. ეხლა 9 საათი მაცივარი გამოვატარო და დაგიბრუნდებით. მაცივარში გავაჩერე რა თქმა უნდა 9 საათი 45 წუთი გამოვიღე მივეცი ესეთი ფორმები. ნახეთ როგორია შიგნით რა არის, აი უსასარგებლოა სია, უსასარგებლო ესია და ეხლა გამოვაცხობ 20 წუთის განმავლობაში და გაჩვენებ საბოლოო შედეგს. ძალიან გემრიელი და სასარგებლო ორცხობილებია.